მმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. სწორედ იმიტოა ამდენი ხანი განჯის საგანი, რომ ხალხის აზრი გვაინტერესებს. რაღაცა რესურსი. შეუზღუდავი რესურსი არ არსებობს. მაგრამ თავარი რა არის, კარგი მენეჯმენტი რა არის. აი იმ რესურსებში პრიორიტეტები უნდა გამოყო და იმ პრიორიტეტების მიხედვით უნდა იმუშაო. რომ ეტაპობრივად ის გააუმჯობესო, რაც პირველ ეტაპზე აუცილებელი, მეორე ეტაპზე მესამე. ელექტროენერგიაზე გეტყვით 7 ნოემბერს დილის 7-6 საათზე გამოსულებელი იყო ორივე ერთდროულად გამოჩნდა. გული გამოსულა ორივე ერთდროულად. ისე გაფუჭდა ორი კვირა ვერ გავაცავდა. და იყო ესეთი პრობლემა რაღაც ჩავარდა 1-2 კვირა და ცოტა მეტი იყო პარტია. და იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვისაუბრეთ თელავში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებთან, მათ შორის ვისაუბრეთ რას აკეთებს ცენტრალური ხელისუფლება, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, აი ამ პრობლემების მოგვარების კუთხით. მნიშვნელოვანია შეხვედრა იმდენად, რამდენადაც არის ძალიან შინაურულად ატმოსფეროში არის გახსნილი სულ ყველა შეგვიძლია სხვადასხვა პრობლემების წინ წამოწევა, შეკითხვების დასმა, არ არის ეს არც მონოლოგის რეჟიმში, არც დიალოგის რეჟიმში, არის დისკუსიის რეჟიმში და საკმაოდ საინტერესოა სხვადასხვა სფეროების, სხვადასხვა საკითხების, სხვადასხვა პრობლემების განხილვა, მათზე პირველი პირებისგან, გუბერნატორისგან, გამგებლისგან პასუხების მოსმენა და მიმაჩნია, რომ ეს არის ის ძირითადი, რასაც ქვია მთავრობასა და ხალხთან შორის დიალოგი და ინფორმაციის გადაცემა, რომელიც სწორად, ადეკვატურად მოახდენს იმ პრობლემების გამოკვეთას, პრიორიტეტების გამოკვეთას, რაც არის გასაკეთებელი ქალაქში, თელავში და მივესალმები მსგავს შეხვედრებს და თელავის ორგანიზაცია საზოგადოებრივი დარბაზი აქტიურად დაკომპლექტებულია თელავის საზოგადოების თითქმის ყველა აქტიური საზოგადოების წარმომადგენლები. ეს არის სერიოზული ორგანიზაცია, რომელსაც ჩემი მოსვლის შემდეგ მე ძალიან ახლო კავშირები და კონტაქტები გვაქვს ჩვენ ამ საზოგადოებასთან. სისტემატიური აზრის გაცვლა მიმდინარეობს ჩვენ შორის, შეხვედრებიც ამავდროულად. დღეს ფაქტიურად არის ესეთი რიგითი შეხვედრა დაგეგმილი, სადაც საზოგადოებრივი დარბაზი ჩემთან ერთად ეცნობა ჩვენს თელავის კახეთის ახალ გუბერნატორს ბატონ ირაკლი შიოლაშვილს. მის წინაშეც აყენებს თავის მოსაზრებებს და იმ საკითხებს, რაც თელავს აწუხებს და სთხოვა. ეს ჩვენ აქონდა საზოგადოებრივი დარბაზის გამგეობის გასული წლის ჩატარებული სამუშაოების ანგარიში. ეგეთი იქ რა ხდება? ამის მიზანი იყო, რომ გავგეცნო საზოგადოებისთვის როგორ იმუშავა დარბაზმა და მისმა გამგეობამ გასულ წელს, რა შედეგებით მივედით დღემდე. შესაძლოა ვაცნობეთ რა თქმა უნდა გამგეობას და ასე გუბერნატორის აპარატს. საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა, რას ფიქრობდა მოსვლასთან დაკავშირებით, რის კეთებას აპირებს ჩვენი ახალი გუბერნატორი. დღეს ჩვენგან ვისმენთ ჩვენი ორგანიზაციის 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ძირითადი საკითხები, რომლებიც ჩვენ დავშვით გამგეობასთან, მუნიციპალიტეტთან უპროსორად და შესაბამის სამინისტროებთან, რომელთაც ეხებოდა რეაბილიტაციის საკითხი, ქალაქის რეაბილიტაციის. ქალაქს აქვს წყლის პრობლემაზე ვისაუბრეთ, ქალაქს აქვს მწვავედ დასუფთავების საკითხი, კანალიზაციის საკითხი, რეკრეაციული ობიექტი ნადიგვარც ეძახიან, ისიც ფაქტობრივად აღარ არსებობს, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით არის გაკეთებული და რაღაც ხაუგებად, გუნდოვან, საინჟირო ნაგებობას ჩანს. გავს თელავის ნადიგვარი, სადაც ქალაქის ახალგაზრდობა იქ არის გაზრდილი ბავშვები.